მაღალმთიან რეგიონებში სათხილამურო სეზონი ამინძე დამოკიდებული აღარ იქნება. გუდაურისა და ბაკურიანის სათხილამურო ტრასები ხელოვნური თოვლით დაიფარება. შეთანხმება უკვე გაფორმებულია და მოსამზადებელი სამუშაოებიც ზამთრის კურორტებზე დაწყებულია. გუდაურის პირველი სათხილამურო ტრასა კილომეტრი და 100 მეტრის სიგრძის მონაკვეთი წლევანდელი სეზონისთვის უკვე ხელოვნურად გათოვლიანდება. ძიმე ტექნიკა ტერიტორიას ქვებისგან უკვე ასუფთავებს, რადგან 11 სექტემბრიდან აქ სამშენებლო სამუშაოები იწყება. ჩვენ ამ წუთას პირველ ტრასაზე გუდაურის ვაყენებთ 29 ცალ ჭაას და 29 ცალ იარაღს, თოვლის საფრქვევი იარაღს. შემდეგ ეტაპებზე ამ წუთას თვლით, რამდენი გამოგვივა დაახლოებით 57 გვაქვს დათვლილი, რაც მთლიანად გუდაურის ტრასებს გაათოვლიანებს. ტრასების გასწვრივ საჰაერო და წყლის მილების გაყვანა და სპეციალური დანადგარების დამონტაჟება ორ ეტაპად მოხდება. პირველ ეტაპზე გუდაურშიც და ბაკურიანშიც ხელოვნურად ტრასების მხოლოდ მცირე მონაკვეთი გათოვლიანდება. მეორე ეტაპზე კი გუდაურის 5 კილომეტრიანი და ბაკურიანის დიდველის სასრიალო გზა თოვლის საფრქვევი აპარატებით სრულად აღიჭურვება. ჯამში პროექტის ფარგლებში ორივე კურორტზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან 24 მილიონ ლარამდე დაიხარჯება. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ როდესაც ვიტყვით, იმ დღეს გაიხსნება სეზონი. ის 5 კილომეტრიანი ტრასა, რაც იქნება გუდაურში 2015 წლის ბოლოს, იქნება გათოვლიანებული და შეიძლება ისრიალო. გუდაურის 5 კილომეტრიანი სასრიალო გზის სრულად გათოვლიანებისთვის წყლის რეზერვუარია საჭირო, ამიტომ ეგრეთ წოდებული გონდოლას ტრასის სიახლოვეს ხელოვნური ტბის გათხრა იგეგმება. დაახლოებით აი ამ ლაქაში არის დაგეგმილი წყლის რეზერვუარის აშენება, რომელიც აი ამ პერიმეტრზე გაშენდება. ხელოვნური ტბის მშენებლობა ამ ტერიტორიაზე 2015 წლის დასაწყისში დაიწყება და მისი სიღრმე დაახლოებით 7-დან 10 მეტრამდე იქნება. რაც შეეხება დიამეტრის, დაახლოებით 9 კუს ტბის ხელა იქნება. გუდაურის განვითარების სააგენტოში განმარტავენ, რომ თუ წარსულში საქართველოში ამინდის ცვალებადობის გამო სასრიალო სეზონი ხშირად 4 თვეც ვერ გრძელდებოდა, ახლა ზამთრის კურორტები დამსვენებლებს დეკემბრის დასაწყისიდან აპრილის ბოლომდე უმასპინძლებენ. სასტუმროებისა და გესტჰაუსების მფლობელები ამ სიახლით მატერიალური პრობლემების გადაჭრას ელოდებიან. შარშან გქონდა ძალიან ბევრი ჯავშანი, ჯავშნების 50% შემიძლია ვთქვა გაუქმდა იმის გამო, რომ არ იყო თოვლი. შესაბამისად სტუმრები, რომლებიც ჩამოვიდნენ და ელოდებოდნენ, ერთი კვირით ჰქონდა დაჯავშნილი ოთახები, შეგვიმცირეს ხანგრძლივობა ჯავშნების, რადგან იყვნენ უკმაყოფილოები იმით, რომ არ იყო თოვლი. ხელოვნურად გათოვლიანებული ტრასები საქართველოში ზამთრის სპორტის განვითარებასაც შეუწყობს ხელს. მოთხილამურეთა ნაკრების წევრები განმარტავენ, რომ ბაკურიანსა და გუდაურში არსებული პირობები სრულფასოვნად ვარჯიშის საშუალებას არ იძლევა. შეუძლებელი იყო ზამთრის პერიოდში ვარჯიშ, ზაფხულის პერიოდში სადაც არ არის თოვლი და ამიტომ მარტო ფიზიკურად ვემზადებოდი. ეხლა შეუძლებელია, იმიტომ რომ ეს გაყინული თოვლი იქნება შედარებით და რა თქმა უნდა თოვლის საფარი იქნება შედარებით დიდი. რადგან ჩვენ აქ მანამდე აქ თოვლის საფარი როდესაც პატარა იყო, ხდებოდა რომ თხილამურს ვაფუჭებდით. გუდაურსა და დიდველზე ხელოვნური გათოვლიანების სისტემის პროექტის განხორციელების შესახებ ხელშეკრულება გუდაურის განვითარების სააგენტოსა და კომპანია დემაკლენკოს შორის უკვე გაფორმდა. შეთანხმება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის ვიზიტის ფარგლებში იტალიაში, ქალაქ ვიპიტენოში გაფორმდა. იგეგმება ამ ტიპის დანადგარების დამონტაჟება. თქვენ უკვე ხედავთ, რომ ეს დანადგარი გამზადებული არის გუდაურის კურორტისთვის, ასევე ამ ტიპის 65-ზე მეტი დანადგარის დამონტაჟება მოხდება და მართვის პუნქტები იქნება აი ამ ტიპის, რომელიც უკვე მზად არის ფაქტიურად საქართველოში ტრანსპორტირებისათვის. გათოვლიანების სისტემის მონტაჟი ორივე კურორტზე რამდენიმე დღეში დაიწყება და წელიწადსა და 3 თვეში დასრულდება. გუდაურისა და ბაკურიანის სასრიალო ტრასები 2016 წლის სეზონზე დამსვენებლებს ხელოვნური თოვლის საფარით დახვდება.